მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ილია თოფურია დღეს არა მხოლოდ ჩემპიონია, არამედ ნამდვილი ფენომენი. მაგრამ რაც უფრო მაღლა ხარ, მით მეტია მსურველი, რომ იქიდან ჩამოგაგდოს. ახლა კი ჰორიზონტზე გამოჩნდა კაცი, რომელიც ბევრს თავის ტკივილად ექცა, არმან სარუკიანი. ილიას მთავარმა მწვრთნელმა, საფი კლიმანმა, გადაწყვიტა, რომ სიჩუმე დაარღვიოს და ცეცხლზე ნავთი დაასხას. იცით როგორ არის? როცა შენი მოწაფე მწვერვალზეა, ყველა ცდილობს კალთაზე ჩამოგეკაჩოს. კლიმანმა პირდაპირ თქვა, არმანი ყველანაირად ცდილობს ილიასთან ბრძოლა მიიღოს, მაგრამ UFC-ში შეცდომები დაუშვა და დანამ ის, დანა ვაითმა, დასაჯაო. აქ ერთი წამით გავჩერდეთ. ხომ იცით UFC-ში როგორ ხდება? ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი უარი ბრძოლაზე ან ზედმეტი ლაპარაკი და ჰოპ, უკანა რიგში აღმოჩნდები. სარუკიანი ნელ-ნელა ბრუნდება, სისხლის სუნი იგრძნო და პირდაპირ ილიასკენ იშვერს ხელს. რატომ არის ეს ჩვენთვის საინტერესო? იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ჩხუბი. ეს არის დაპირისპირება, სადაც ფსიქოლოგია უფრო მეტს წყვეტს, ვიდრე კუნთები. კლიმანი ამბობს, რომ მათ არ ეშინიათ არმანის, პირიქით, ელოდებიან კიდეც. მაგრამ აქვე ამატებს ისეთ რამეს, რაც ბევრს არ ესიამოვნება. მე არმანში ვერ ვხედავ იმ ძალას, რომლითაც ის ილიას მოუგებს. თოფურია მას ფსიქოლოგიურად გაანადგურებს, ბოლომდე გამოფიდავს. აბა დაფიქრდით, მართლა ასია? ჩვენ ხომ ვიცით ილიას ხასიათი. ის ოქტაგონზე ისეთი თავდაჯერებული შედის, თითქოს წინასწარ იცოდეს, რომ მეტოქე უკვე დამარცხებულია. ეს ის ქართული თავდაჯერებულობაა, რომელიც ხანდახან ქედმაღლობაში გადადის, მაგრამ თუ შედეგი მოაქვს, ვინ გაბედავს მის გაკრიტიკებას? კლიმანი კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, ეს MMA-ია და არა ჭიდაობა, აქ სახეში გირტყამენ. ეს პირდაპირი დარტყმაა სარუკიანის მთავარ კოზირზე, მის გრეპლინგზე. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ილია არმანს უბრალოდ გათიშავს, KO. წარმოგიდგენიათ, კაცი ამბობს, რომ ეჭვიც არ ეპარება ილიას ნოკაუტში. აქ ჩნდება კითხვა, ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ომია თუ რეალური ანალიზი? ხომ არ აფასებს კლიმანი მეტოქეს ზედმეტად დაბლა? სარუკიანი არ არის ის ბიჭი, რომელიც ადვილად ტყდება. ის 70 კილოგრამიანი და არა რაღაც ფუნტები, სუფთა ენერგიაა. მაგრამ აი, სცენაზე შემოდის ლეგენდა, დემეტრიუს ჯონსონი. კაცი, რომელმაც იცის რა არის ტექნიკა და ძალა. მან სარუკიანთან ერთად ივარჯიშა და იცით რას ამბობს? არმანი საოცრად ათლეტური და ძლიერია. ის ისე სწრაფად ადაპტირდება ბრძოლასას, რომ თვალის დახმამ ხმებას ვერ მოასწრებთ. ჯონსონი აღფრთოვანებულია მისი ფიზიკური მონაცემებით. ამბობს, რომ როცა არმანი მთელ ძალას ატანდა, თავად ლეგენდასაც კი უჭირდა მისი შეჩერება. გესმით რა ხდება? ერთ მხარეს გვყავს მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ არმანი ილიას დონეზე არ არის. მეორე მხარეს კი ლეგენდა, რომელიც გვავრთხილებს, რომ სარუკიანი ნამდვილი მანქანაა. ეს დაპირისპირება უკვე სცდება უბრალოდ სპორტს. ეს არის ორი სკოლის, ორი ხასიათის და ორი უდიდესი ამბიციის შეჯახება. ილია თავისი ფეთქებადი დარტყმებით და ურყევი მენტალიტეტით და არმანი თავისი დანუმდებელი ჭიდაობით და გამძლეობით. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო? მართლა შეძლებს ილია მის ნოკაუტში ჩაგდებას, როგორც ამას კლიმანი გვპირდება? თუ სარუკიანის გრეპლინგი აღმოჩნდება ის გასაღები, რომელიც ილიას დაუმარცხებლობის მითს დაამსხვრევს? გავაგრძელოთ, ჩემო ხალხო. პირველ ნაწილში ვნახეთ, როგორ ილესავენ კბილებს მწვრთნელები და ლეგენდები. მაგრამ მოდით ახლა საქმეზე გადავიდეთ. დავივიწყოთ ტკბილი სიტყვები. UFC-ს ოქტაგონი არ არის ადგილი, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა ჭრის. იქ ან შენს წემ, ან შენ გცემენ. მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს. როცა ილია თოფურიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ კაცს, რომელსაც ხელებში ნამდვილი დინამიტი აქვს. მისი ყოველი დარტყმა 70 კილოგრამიანი სიზუსტეა, რომელიც პირდაპირ გამორთვის ღილაკზე ხვდება მეტოქეს. მაგრამ აი, არმან სარუკიანი, ეს ბიჭი სხვა ცომისგანაა მოზელილი. დემეტრიუს ჯონსონმა ტყუილად როდი ახსენა მისი ადაპტაციის უნარი. წარმოიდგინეთ სპორტსმენი, რომელიც ბრძოლის დროს პირდაპირ დარტყმების ქვეშ ხვდება შენ სუსტ წერტილს და მაშინვე ცვლის ტაქტიკას. ეს უკვე ჩხუბი კი არა, სისხლიანი ჭადრაკია. მოდით გულახდილად ვთქვათ. ილიას მთავარი იარაღი ფსიქოლოგიური დომინაციაა. ის მეტოქეს თვალებით ჭამს, სანამ ბრძოლა დაიწყება, მაგრამ სარუკიანი ის ისეთი ტიპია კედელს რომ თავით გაიტანს და მაინც არ გაჩერდება. თუ ბრძოლა პარტერში, ჭიდაობაში გადავიდა, იქ უკვე სხვა კანონები მოქმედებს.
კლიმანი ამბობს, რომ ილია მას ნოკაუტში ჩააგდებსო. მაგრამ რა მოხდება თუ არმანმა პირველივე წუთებზე ფეხებში შეუვარდა და 5000 ჯერ ნავარჯიშები გდება გააკეთა? აი აქ შემოდის ის 15%-იანი ეჭვი, რომელიც ნებისმიერ ანალიზს სჭირდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ილია მხოლოდ მოკრივე არ არის. მას შავი კამარი აქვს ჯიუ-ჯიტსუში. მან იცის, როგორ დაიცვას თავი მიწაზე. თუმცა სარუკიანის ჭიდაობა ეს არის დაუნდობელი წნეხი, რომელიც წამითაც არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ის არ გეჭიდავება მხოლოდ იმისთვის, რომ დაგაგდოს. ის გეჭიდავება იმისთვის, რომ დაგაღალოს, სული ამოგხადოს და მერე, როცა ხელებს ვეღარ სწევ, თავში მუხლი ამოგარტყას. საფი კლიმანის სიტყვები არმანი ილიას დონეზე არ არის. შეიძლება დიდი შეცდომა აღმოჩნდეს. გახსოვთ, როგორ ამბობდნენ ვოლკანოვსკიზე. ილია მასთან ვერაფერს გახდებაო, მაგრამ ნახეთ რაც მოხდა. ახლა როლები შეიცვალა. ახლა ილიაა ჩემპიონი და ახლა მასზე ნადირობენ. საინტერესოა ერთი დეტალი. სარუკიანი მუდმივად ამბობს, რომ ილიას გაბერილი რეიტინგი აქვს. ეს არის კლასიკური ნაგავზე ლაპარაკი, ტრეშ თოლკი, მაგრამ ამის მიღმა იმალება უდიდესი შრომა. არმანი არასოდეს იღლება, მისი კარდიო, გამძლეობა ისეთია, რომ შეუძლია 25 წუთი ისე ირბინოს და იჭიდაოს თითქოს 100 მეტრზე გარბოდეს. ილიას კი ურჩევნია საქმე მალე მოამთავროს. თუ ბრძოლა მეოთხე და მეხუთე რაუნდში გადავიდა, აი იქ დაიწყება ნამდვილი ჯოხეთი. ჩვენ ქართველებს გვჩვევია ემოციებით ბრძოლა. ილიას ასეთია, ცეცხლი და მრისხანე. სარუკიანი კი უფრო ცივია, უფრო რობოტს გავს. და აი კითხვა თქვენთან, ჩემო მეგობრებო, ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში? ის, ვინც უფრო მეტად ნიჭიერია და ქარიზმატული დარტყმები აქვს, თუ ის, ვინც უბრალოდ არ იღლება და მზად არის 25 წუთი მიწაზე გათრიოს? არ დაგავიწყდეთ, რომ UFC-ში ხშირად ერთი დარტყმა წყვეტს ყველაფერს. ილიას კი სჭირდება მხოლოდ ერთი წამი, რომ სარუკიანი დააძინოს. თუმცა სარუკიანმა მოახერხა და თამაში თავის წესებზე გადაიყვანა, მაშინ ჩვენს ჩემპიონს ძალიან გაუჭირდება. კლიმანი ამტკიცებს, რომ თოფურია მას ფსიქოლოგიურად გატეხავსო. მე კი ვამბობ, სარუკიანი ისეთი კაცია, რომელსაც ფსიქოლოგიურად ვერ გატეხავ. ის ფიზიკურად უნდა დაამარცხო, უნდა აიძულო, რომ დანებდეს, რაც თითქმის შეუძლებელია. ეს ყველაფერი ჰგავს დიდებულ სპექტაკლს, სადაც ფინალი ჯერ არავინ იცის. თითოეული კილოგრამი ოფლი, რომელიც მათ დარბაზში დაღვრიეს, ოქტაგონზე აისახება და ჩვენ მაყურებლები ამ ყველაფერს სუნთქვა შეკრულ დაველოდებით. მეგობრებო, მივედით იმ წერტილამდე, სადაც სიტყვები მთავრდება და საქმე იწყება. ხომ იცით, ჩვენთან საქართველოში ერთი კარგი ნათქვამია: ომი კაცთა წესიაო. მაგრამ ეს ომი განსხვავებულია. აქ მხოლოდ მუშტები არ ჩხუბობენ. აქ ორი ერის ამბიცია, ორი სკოლა და ორი სრულიად განსხვავებული ბედისწერა ეჯახება ერთმანეთს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, საფი კლიმანის თავდაჯერებულობა, რომ ილია სარუკიანს გაანადგურებს, შეიძლება იყოს როგორც გენიალური ფსიქოლოგიური სვლა, ისე სახიფათო ილუზია. რატომ? იმიტომ რომ როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებ, სწორედ მაშინ ხდება ის დარტყმა, რომელსაც საერთოდ არ ელოდი. არმან სარუკიანი არ არის ის ბიჭი, რომელიც ილიას ავტორიტეტის წინაშე მუხლებს მოიდრეკს. ის მზადაა ოქტაგონზე სული დატოვოს, ოღონდ ეს ქამარი ხელში ჩაიგდოს. თუ ცივად შევხედავთ ემოციების გარეშე, რაც ძალიან ძნელია, როცა ილიაზე ვწერთ. დავინახავთ შემდეგს. ილიას უპირატესობა, სისტრაფე, კრივის უმაღლესი ტექნიკა და ის ჩემპიონური აურა, რომელიც მეტოქეს ბრძოლამდე თრგუნავს. ილია არის ქირურგი, ერთი ზუსტი გაჭრა და ოპერაცია დასრულებულია. არმანის უპირატესობა, ფიზიკური ძალა, ამოუწურავი ენერგია და ჭიდაობა, რომელიც ნებისმიერ დარტყმელს ჯოჯოხეთს მოუწყობს. არმანი არის ტრაქტორი. ის ნელა, მაგრამ სტაბილურად გთრგუნავს, სანამ ბოლომდე არ გაგსრისავთ. კლიმანი თუ დემეტრიუს ჯონსონი, ვის დაუჯეროთ? კლიმანი ამბობს, რომ ილია მას ფსიქოლოგიურად გამოფიტავს. ჯონსონი კი ამბობს, რომ არმანი თავად არის ის, ვინც სხვებს ფიტავს. იცით რა არის სიმართლე? სიმართლე სადღაც შუაშია. ეს ბრძოლა არ იქნება ერთი კარით თამაში. ეს იქნება ნამდვილი სასაკლაო, სადაც ყოველი მეტრი და ყოველი გრამი ძალა გადამწყვეტია. მოდით ცოტა წყალიც დავამატოთ ჩვენს მსჯელობას. ხანდახან ვფიქრობ, საერთოდ რატომ ვართ ადამიანები ასე მოწყობილნი? რატომ გვიყვარს სხვისი ჩხუბის ყურება? იმიტომ რომ იქ ვხედავთ იმას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაკლია, ნამდვილ სიმართლეს. ოქტაგონზე ვერ იცრუებ, ვერ მოიტყუები, რომ კარგად ივარჯიშე, იქ ყველაფერი ჩანს. და აი სწორედ ეს სიმართლის მომენტი გველოდება წინ. ილია თოფურია თუ დაამტკიცებს, რომ ის მართლაც სხვა დონეზეა, მაშინ ის გახდება არამხოლოდ ჩემპიონი, არამედ UFC-ს ახალი ეპოქის სახე. რა მოხდება რეალურად? თუ ილია მოახერხა და ილია პირველ ორ რაუნდში სარუკიანს თავის დისტანციაზე გააჩერებს, ბრძოლა ნოკაუტით დასრულდება, ჩვენი ბიჭის სასარგებლოდ.
მაგრამ თუ არმანმა მოახერხა და ილია დააბა ბადესთან ან პარტერში, მაშინ ველოდოთ 5 რაუნდიან დრამას, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, ეს ბრძოლა ნაკდულში გაშვებული კონტენტი არ იქნება. ეს იქნება ისტორია, რომელსაც წლების შემდეგაც გავიხსენებ. და როცა ილია ხელს მაღლა ასწევს, რისიგაც ჩვენ რა თქმა უნდა გვჯერა, მთელი საქართველო ერთხმად იღვირავს. მეგობრებო, აბა ახლა თქვენი ჯერია. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, სამივე თარო შევივსეთ. ახლა მინდა გკითხოთ, ვის მხარე ხართ? არა ემოციურად, არამედ რეალურად. ვინ არის თქვენი ფავორიტი ამ დაპირისპირებაში? დაწერეთ კომენტარებში. ილია კოტეკაო, თუ გჯერათ რომ ჩვენი ჩემპიონი მას დააძინებს, არმანი გადაწყვეტილებით. თუ ფიქრობთ რომ ჭიდაობა თავისას იზავს. იმედია მოგეწონათ ეს ანალიზი. თუ გინდათ რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი ცხელი თემა განვიხილოთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ღილაკზე დაჭერა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.